როდესაც არის უკვე ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა, ცოლ-ქმრობა, ოჯახი წლობით გრძელდება და ქალს აღარ აქვს იმ დოზით და იმ რაოდენობით სექსუალური აქტივობის სურვილი, როგორც ჰქონდა დასაწყისში. ურთიერთობის დასაწყისში. და ხშირად ხო ხდება აი კონფლიქტი, დაშორებების, განქორწინებების რაღაც სტატისტიკურად მიზეზი არის პირველ სამეულში ყოველთვის არის სექსი. და შენ რას ფიქრობ, აი ამ დროს რა ხდება აი კაცის გონებაში, როდესაც ისე აღარ მიდის, როგორც თავიდან იყო? ეგეთი ფრაზა არსებობს, რომ თუ გინდა რომ ურთიერთობა იყოს მუდმივი, აკეთე ის, რაც აკეთებდი პირველი კვირა ურთიერთობის, რა. ანუ შენ თუ მუდმივად ცდილობ, რომ ისე მოიქცე ნებისმიერ ურთიერთობაში და ეს არის არჩევანი ორივე ადამიანის და შესაძლებელი, რომ ანუ ჩადო ის რაოდენობით დრო და ინვესტიცია ძალისხმევა ურთიერთობაში მუდმივად შეიძლება რომ იყოს რაღაცა დოზით თუნდაც სექსუალური ურთიერთობა ცოლს და ქმარს შორის აქტიური. ბუნებრივია რომ მუდმივად განვითარებადი ეს ურთიერთობა ვერ იქნება მაგ მიმართულებით და რაღაცა ეტაპზე ადამიანებს აქვთ ესეთი შინაგანი განცდა რომ აი ისე ვიღაცას აღარ უნდა, მაგრამ მე ვთვლი რომ ესეც არის დამოკიდებული ემოციურ განწყობაზე ადამიანის შინაგანზე. აქ პასუხისმგებლობა არის ორივეს მხრიდან. უნდა ეცადოს კაცი რომ აგზნობინოს ქალს მუდმივად რომ უნდა ფიზიკურად სასურველია და ეს ქალმაც უნდა გამოხატოს, ხო? ანუ ხშირად არის რომ როგორ უნდა გამოხატოს ქალმა? თუნდაც ქსევით, თუნდაც სიტყვით, არ არის აუცილებელი რომ იტყვი იმას მერე რაღაცა მაინც და მაინც მოყვეს, ხო? ანუ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთმანეთისთვის ფიზიკურად არიან მიმზიდველები. ეს ყველაფერი ხშირად კომპლიმენტებით გამოიხატება, ხშირად ჩახუტებით გამოიხატება. ანუ შენ ემოციურად ყოველთვის გზნობ ადამიანს მოსწონ ხარ თუ არ მოსწონ ხარ. ადამიანი რომ ზის და უყურებდა ეს მოჩხანული სახით უყურებდა ფიქრობ რომ ურას დაემსგავს, ბუნებრივია რომ იქ რაც არ უნდა თქვა, სახეზეც გეტყობა. ეხლა მესმის მაგალითად ერთისაც და მეორესაც რომ ადამიანი არ ვიცი რაღაცა კატასტროფულად წავიდა წონაში, შესაბამისად ნახე რა მოხდა. ის კი არა რომ მე ეს წონა არ მომწონს. იმ ადამიანს თავისი თავი იმდენად აღარ მოსწონს, რომ ვერავის შენი თავი არ mogწონს, სხვა ვერ მოეწონები. ეს შენი განწყობის ნაწილი ხდება, რომ მე არა ვარ მოსაწონი ადამიანი და ვერც ერთი პარტნიორი, ვერც ერთი ადამიანი ვერ გეტყვის, რომ შენ როგორ გადასარევი ხარ